დილა მშვიდობის ძირთასებ, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? მოგეთ მე ისეც არაფერს არ ვაკეთებ. იმავშვები რა ქვია. კვერცხი მომინდომეს ბავშვებთან გინდაო და შევუწვა. მოდე. გეყოთ. მოკლედ. ისე ვიგივენაირად ვაკეთებ როგორც გაკეთებდი. მაქვს ოღონდ სოფლის ჩემი მეგობრის გამოგზავნილი ნათიამ რომ მომიტანა უფრო სწორედ აი ის კვერცხები მაქვს. მე ხორციანს წნიანს გავაკეთებ. ეხლა მას რო შევუწყო. რამე რო იყოს ზად მქონდეს გაკეთებული მაგითო. წვანილი გარეცხილი მაქვს ნადო მური მაქვს გასაჩევი. გოდერძი მეთქი ეხლა რა ვთქვი მე? რა ვთქვი მე? შემოდი აქ ჩემთან დაჭექი. მეწყას მეორე ტაფა იმიანი მაქრახია კარტოფილიანი გუში რო შევწვი გადავყარე კარტოფილი სულ ცოტა შეჭამეს დანარჩენი გადავყარე და არ ჭამეს მერე გაცხელებულს ესენი არ ჭამენ კარტოფილი ჩაუწე გოგო ხმას. კარტოფილი უყვარდათ ძალიან სამივეს. კარტოფილის გარეშე არ შეეძლოთ, მაგრამ არ ვიცი. არ ჭამენ. სოუზი მარტო გეგას უყვარს და ისიც იქ პიურესავით აკეთებს მე იმ კარტოფილს და ისე ჭამს. ესე და ამგვარად ვერ შევძელი მოსვლა რა ვეიხანია. ჩავთავე ხა გადავიღებ ვიდეოს მეთქი, მაგრამ ვერ. ცოტა ხასიათებიდან გამომდინარეც და ასე რომ აბა რა გინდა? რა? აბა მოყევი. ლექს. ხო გეგიკო. დედა სამშობლო. დედა შუბლორარი. გეგა მან მოხატა ვენა. მიდი. ელო. იმის დეშ. ის არის იჯერე ხავ სწავლობთ მაგას. არა გუშინაც ისწავლე. წუხელ ღამე დავუწყე. ერთი ორჯერ ვათქმევინე და ეხა ის ცოდნა არის რომ ეშლება ისე არ მინდა. რომ არ ეშლება ისე მოვაყოლებ მე. ეხა რაც იცის ის მოყვეს. ხო იცი დედი ისა. დედა სამშობლო მოყევი, საერთოდ არ გეშლებოდა. დედა სამშობლო არის. პლასტი ხვარული არის. დედა ყანები, ტყეები, დამირანის თარი, მიწა, ხაერი, წყალია, ზეა, სუნთქო, პურია. სამშობლო ორთავთვალია. სამშობლო სიხარულია. შვილისთვის შვილო დედა. დედისთვის შვილზე მეტია. სამშობლოსათვის ქართველ ქალს ცხა შვილი გაუმეტია. სამშობლო საქართველოა. ამერი სრულიად. შვილისთვის შვილო დედა. დედისთვის გულია. მარა რატო გორძიკობდი? ჰა? ნეტო დამავიწყდა. რატო? იქ შენს თავს უყურებ და მოგწონს ნამეტანი შენი თავი. ჰა? მაგითო? ქვიდა?
მე პატარა. მე პატარა ქართველი ვარ. ლაშკაცლად მოყევი იქ ხა მე მიდი. პატარა ქართველი ვარ. კავკასიის თაფიშვილი და გასხმარის ვაგან ხოფნას ნიჩანი აქვს სიკვდილი. ქალთა ქაღეთი, იმერეთი, გულია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო. ოჩ. ის სამშობლოა? სამშობლო თქვია ხა ორჯერ, სამჯერ, 5000-ჯერ. ირმის რძეში. ეხლა ვსწავლობთ, მაგრამ მაინც მაინც მოხდეს. მიდი აბა. ირმის რა რძეში. გახსოვს? მიდი და რა გახსოვს? არ გინდა მოყვე? გეშინია? აი, ირმის რძეში. იმის ჯეში იმის დაშტი გადაბანი და გაწავა ანაბანა სახლე მოხდა ქარავანი ზესთან სიტყვა დაგაბარა დაგატანა დედის family ლოცვა. ლოცვა საგლა და გაგოკრული. გამოკრული აგაშორა. აგაშორა ავიტვალი სიყვარულის და ორგულის, ხო? აგაშორა ავი თვალი. აგაშორა ავიტვალი მოღალატის და ორგულის. მოღალატი და ორგულის აგაშორა ავი თვალი მოღალატის და ორგულის. შეგაძულა ტრობაშური. შეგაძულა ტრობაშური წამიერი სიყვარული. ამიერი სიყვარული წახვედი და გაიზარდე როგორც ლავა ჟამიერი. არიც. სანტოს ორია. არიცი და ორიანი. ორიანი. ორია. დაჯექი. ორია დაჟეკი დაი. აი რო არის. აი როგორ რატო არ უნდა იცოდე? რატომ არ უნდა ორჯერ, სამჯერ ხო წაგაკითხე. ორჯერ სამჯერ ხომს აგაკეთა. რა გინდა შვილო შენ? დი? ება კალა და უნდა და იმიტომ ასხავს. არ გახსოვს? ელელიოროქშუ. უყურე მე არ მახსოვს. არ მახსოვს გოდერძი რომ ვარ, ესე უნდა თქვა. მე გეგავარ, არ მახსოვს გოდერძი რომ ვარ. არ ვიცი გეგა რომ ვარ, იმიტომ რომ უყურე მე გეგა ვარ. ირმის რძეში გადაბარი. ახნა. დაგასწავლა. ანა. ძალიან მინდა ეხა მე მაგალითად აი ეს იტრთან კარგით თან ვარდის
ფერი. Danke, cheese. გოდერძის უნდა შოკოლადის ტორტი. როგორც სულ დედა. არაფერი შეიცვალა. არაფერი. ხო და არ ვიცი მე გამოვაცხობ თუ რას ვიზარ, მაგრამ საკაზი აქვს ჩემზე ეს მოცემული. რამდენი ხანია ეხა გამომიწვია იცით ტორტები. ძალიან დიდი ხანია. სულ ვაცხობდი, ეგეც იცით, მაგრამ ეხა მართლა არ გამომიწვია კარგი ხანია. ისეთი ბისკვიტი რო გამოვაცხე მარტო და შუაზე რო გავჭერე, იმას მივხვდი როგორც ნამცხვარი. ტორტა დააძრავიცი მე. ტორტი სულ ყოველთვის რატომ მგონია რომ მაღალი უნდა იყოს. ეს აუცილებელია არ ვიცი, მაგრამ მიყვარს მე მაღალი ტორტები. საერთოდაც. მაღაზიაში ვიყავი, მომიტანე კარაქი. კარაქმა რამდენი გაჭრა, ნიკო დიდი დასამიყავი. იმიტომ რომ ჩუმადდა ბიჭო. იქ რო ვიყავი ჯიბეში მე მოხა რო ვიყავით მაშინ ის არ იყო ოდა კარაქი თუ გინც სპრედი რა ვიცი არ იყო რატო არ იყო არ ვიცი მოკლედ შეცვლიდა არა ეგა სოსისი ეს ადასია ერთი ნაჭერი კიდევ არის თუ ვინმეს დაგჭირდათ. რაღაცა თებში გამოიღე. გეგას უყვარს ეს და სხვათა შორის. არ ვიცოდი როგორ ავიდე, მაგრამ დამავიწყდა რომ სკამი იყო. ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს. კარგი და I'm gonna have a short fight. გეგა I'm gonna have a short fight. Ada. მოდი. გეგა შენს დაგიჭრა? ისა გოდე. ურის გაფუჭების იმას არ მოგცემთ ეხა. უყურე ამას. დედა. გეგა დანითამაშოს. დანათი. ეს არა ყურის ბიჭო. კარგი. ყურის თებშია დედიკო ეს. არა? მე ის არ მიყოლა. და ფიქრობ ის იგივე. იქ რამდენი თებში დესდე? რა? ზემოთ. აბა ნახე. ერთი არის. რა ცხრა. 23. 23-ია. პურის თებში არის. ჰა, 23 თებში პურის თებში არის.
ნებისმიერი თებში გამოდგება პურისთვის. 1 2 3 4 გაიგე შენ? 6 7 8 9 10 11 გეგა, მობრძანდი და ჭამე. 14 15 16 17 18 19 19 19 და და 21. აი, უჩი, ყველა შეჭამე. უჩია, ადა უჩია, მოგეთ უჩი, ვაჭმე მამაცმა. უჩი. ყავა დავლიე მე უკვე დილით. გადიოთ მუჩი. ბეხარის 7-ის ნახევარი. დილით დავლიე ვიკასთან ერთად აქ იყო ვიკა და ხო იმო 2 საათზე? მამა, ორი იყო მამა და შვილი. მამასოს რომელზე იყო. მამა შვილია. მათონდა მორე. ორი იყო. აი, მაგ დროს მამა დავლიე. შვილია. ყავა. გაიომო. გეგა არის ღერედიკო პური. მადე. ხო ახალია. კი, გეგა ხარი პური. მითი. ადა გადაიე მამა ანან შვილია. მამა შვილია. ხახტევან სატიტები, მაგრამ ეხა მე ყოფა წლიანისთვის მაქვს. მამა და ხოდა. შვილი. აბა მე მამა და შვილი. მამა და შვილი. მამა და შვილი. აი მოიწო. ვეჭხიდა. მოგეხმარო? ეგა. გეგა ხო იცოდი? ასე დაადე, ასე ხელს მოგიდებ. აი ასე, არ არის ცხელი. ერთ ნაჭერ პურს დაადე, ასე მოგიდებ. მე ისე არ ვაკეთებ. აი ასე. მე ისე არ ვაკეთებ. მე პურს ვიღებს, მე დავარდებ. მოკლედ აქ კიტრს და პომიდორს ვეცხავს, სალატს ვაკეთებ მოკლედ. ეხა გადავხედე ამ ვიდეოს და მუსიკა რო ისმის მაგიტოა რო ვახმოვანებ. ხო, ცალკე ეხა ქვავით წყალს ვადგამ, რომ ბრინჯის ფაფასაც ვაკეთებ. სად მექნება მეთქი? ადას მოუნდება მაინც და მაინც ისეთი მულტფილმების ჩართვა მე ვიდეოს რო ვიღებ. სადაც მღერია. ძალიან მიყვარს კიტრი პომიდრის სალატი. ვაკეთებდი რეჰანით, ცოტა ზეთით, მაგრამ მე მიყვარს საერთოდ წვენი რო რჩება. სალატში იმის მირთმევა და ზეთიანი რო არის ვერ ვჭამდი მერე. ამიტომ ისევ ჩვენებურად ვაკეთებ. მხოლოდ ოხრახუშს ვუშვები. სანგემრიელად მირთვეთ, წვენიც კი არ რჩება. ჩემ ბავშვებსაც ეგრე უყვართ. ხოთ იმ სუნელით. მუხასაც კი არავინ არ უშვება, მე მგონი მარტო მე ვუშვები მაგ სუნელს. ახლა ხანსავდექი და ეგრევე ამ ვიდეოს გახმოვანებას შევდექი. გუშინდელი ვიდეოა ეგ ვერ ავტვირთე.
ხახვს ვქნი. ვოი, ხახვი მაგსაღიდელი დღეს. ხორცის სუნიანს გავაკეთებ მეთქი და ხახვი არ მქონდა. ის ერთი ხან მქონდა. მოკლედ, ესეც ასე. სალათი მზად მაქვს. აი სუნელი უნდა გაიხსნას. აი ეს. გაიხსნა და მიყვარს სამსუნელი და სხვათა შორის თუ ეს არა აქვს, ეს ბავშვებიც არ ჭამენ და არც მოხა. მე არ ვუშვები ზეთს და რეჰანს, თუმცა ესეც გამიკეთებია და მიჭამია. ხან მომწონს, ხან არა, ასე რომ ეხა როგორიც მომწონს. ეგეც მივირთმევ. რას გავს უკვე ნაჭამი მაგიდა. მოკლედ, გეგამ, ადამ. გოდემ. რა თქმა უნდა, სამივე მიირთვეს, მაგრამ ჩემი შვილები არიან ძვირფასებო. დასწრებაზე არ იქავი ნაჯობებს. ხო და ერთი რო გაიმარჯვებს. მერე იციან დატოვება. ხო და რაც დარჩათ, ეხა მე მივიტვი დიდი სიამოვნებით. მეც მიყვარს ეს. მეც ასე შემწვარი. ცოტა ხარე გამოდის იმ სუნელით და უხდება. რა ვიცი, ჩემი აზრით უხდება კვერცხს. იმიტომ რომ მე დიდად კვერცხის მოყვარული არ ვიყავი. ეხა ისინი გავუშვი ქვემოთ. იმიტომ რომ ქვემოთ მინდაო და კარგი მეთქი ბატონო, მიბრძანდით. გავუშვი, ოღონდ ჩემ თვალს არ მოეფაროთ მეთქი. რო დავინახო, ანუ გაშვებიან და ასე შემდეგ. ამ დროს მე უკვე ცივიყავის სეზონი გახსნილი მქონდა, მაგრამ იმიტომ რომ უწევს ამ ცივყავას შაქარი ბევრი აღარ ვაკეთებ. ანუ იმიტომ არა რომ შაქარი ვენანება არ მაქვს, კი მაქვს ეხა შაქარი, მაგრამ აი იმიტომ არ მინდა რომ მე რო ვიცი რომ ის ცივიყავა კონტეინერით მიდევს, სანამ ბოლომდე არ დავცლი, მანამ არ მევისვენებ ხოლმე, იმდენად მიყვარს ცივიყავა. მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ესე მე რო ვაკეთებ ისე სხვანაირად იშვიათად რო სადმე ცივიყავი ვარ, თუ ისეთი არ არის, თავი შევიწუხო და ვემისხებ. იმიტომ რომ ეს მასა მიყვარს, პრემისებული რო არის და მე იმაშვები. უცებ რომ მოვიდე და უცებ გადაკრავ. ეგ არის ჩემი ცივიყავის დალევა და არა ის რომ 1 საათი უნდა იდგეს და უნდა წრუბო. არა. მე არ მიყვარს უბრალოდ ეგრე თორე. ნორმაა, რატომაც არა. მე რა გამომდივარ? მოვანათია და დარეკილი მაქვს პულზე. ხო და წაიღებს მერე. ეხლა ესეც შევდგათ. ის მწვადი
რამეში გამემარჯვება და ეხლა რაში ჩავყარო. როგორც ყოველთვის ისევ ნამცეცები იატაკზეც მაგიდაზე ხო საერთოდ რას იტყვით ვერ შეხედავ ხოლმე და ეხლა ნანობა ის რო ვიყიდე, ეხლა კი არა რაც ვიყიდე მეორე დღიდან ნანო ეს გადასაფარებელი უბრალოდ ძალიან მიყვარს ღია ფერები და აქედან გამომდინარე ხო, ეხლა ედელს რაც შეეხება ჩემმა ძმამ ესე თქვა რომ ჩამოუფხიკოთო სადაც ცვივა იმ ადგილებს ამოავსებენ ამ ზომაზე მიიყვანენ და მთლიანად გავშპაკლოთო და მერე ან შეღებავთო ან და შპალიერს გააკრავთო და მე სიმართლე გითხრათ მიჩემია შპალიერი ოღონდ ამას როდის ვიზამთ არ ვიცი გეგმაშია გეგმაშია მოკლედ კაი ახლა მონტერს ასრულებ ძალიან ცუდი ხმა აქვს იმას და მე ეგეც ის იქნება წყალს კიდე უარესი